თავი მეცხრე. მებრძოლი ეკლესია მე-12 საუკუნე. თარიღები ის სამაგრებია, რომლებზედაც ისტორიის გობელენები კიდია. და რაკი დღეს ერთი მათგანი 1066 წელი. ყველასთვის ცნობილია. ამიტომ ამოსავალ წერტილად მას ავირჩევთ. ამ თარიღის წინა ხანიდან, საქსური პერიოდიდან, ძალზე ცოტა ეკლესია შემორჩა როგორც ინგლისში, ისე მთელ ევროპაში. მაგრამ ინგლისში დამკვიდრებულმა ნორმანებმა თან ჩამოიტანეს ნაგებობის სტილი, რომელიც იმხანად ნორმანდიაში და სხვა ადგილებში ჩამოყალიბდა. ეპისკოპოსებმა და სხვა დიდებულებმა, ინგლისის ახალმა ფეოდალებმა, მალე თავიანთი ძალაუფლების გამტკიცება მონასტრებისა და საკათედრო ტაძრების დაფუძნებით დაიწყეს. სტილი, რომლითაც ეს ნაგებობები შენდებოდა, ინგლისში ცნობილია როგორც ნორმანული, ხოლო კონტინენტზე როგორც რომანული. მისი აყვავების ხანამ ნორმანთა შემოჭრიდან მოყოლებული 100 წელზე მეტ ხანს გასტანა. დღეს ძნელი წარმოსადგენია, რას ნიშნავდა ეკლესია იმდროინდელი ადამიანებისათვის. მხოლოდ ქალაქს, საკმაოდ დაცილებული, ზოგიერთი ძველი სოფელი თუ შეძლებს, კვლავ მიგვახვედროს მის მნიშვნელობას. ხშირად ეკლესია ერთადერთი ქვის ნაგებობა იყო ამა თუ იმ მიდამოში, სადაც რამდენიმე მილის მანძილზე ვერ ნახავდით სხვა საყურადღებო შენობას, ხოლო მისი შპილი შორიდან მომავალ გზას ანიშნებდა. კვირაობით და მღვდელმსახურების დროს აქ ქალაქის ყველა მცხოვრებს შეეძლო ერთმანეთთან შეხვედრა. კონტრასტი კი მოხატულ და ნაქანდაკე უზარმაზა შენობასა და ადამიანთა პრიმიტიულ უჩინარ სახლებს შორის, სადაც მათ ცხოვრება უწევდათ, თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო. რასაკვირველია, მთელი თემი დაინტერესებული იყო ამ ეკლესიათა მშენებლობით და ამაყობდა მათი მორთულობით. თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით, საკათედრო ტაძრის შენობას, რომელიც წლების განმავლობაში იგებოდა, მთელი სამოსახლოსთვის უნდა შეეცვალა იერი. ქვის მოპოვება და გადმოზიდვა, შესაფერისი ხარაჩოების აღმართვა, მოხეტიალე ოსტატების დაქირავება, რომლებსაც თან შორეული ქვეყნების თქმულებები მოქონდათ, იმ დროს მთელი ამბავი იყო. ბნელ საუკუნეებს ადამიანთა მეხსიერებიდან არ გაუქრია პირველი ეკლესიები, ბაზილიკები, არც ის ფორმები, რომლებსაც რომაელნი თავიანთი შენობებისთვის იყენებდნენ. გეგმა ჩვეულებრივ იგივე იყო აფსიდის ან საკურთხევლისკენ მიმართული ცენტრალური სივრცე და 2 ან 4 გვერდითი ნავი. ზოგჯერ ამ მარტივ გეგმას რამდენიმე სათავსი ემატებოდა. ზოგ არქიტექტორს ეკლესიის ჯვრის სახედ აგების აზრიც მოსწონდა, რისთვისაც ის საკურთხეველსა და ნავს შორის ეგრეთ წოდებული ტრანსეპტს ათავსებდა. და მაინც ზოგადი შთაბეჭდილება, რომელსაც ნორმანული, ანუ რომანული ეკლესიები ახდენს მნახველზე, განსხვავდება ძველი ბაზილიკებისგან. უადრეს ბაზილიკებში კლასიკური ორდერის სვეტებზე დარყნობილი სწორი ანტაბლემენტი გამოიყენებოდა. რომანულ და ნორმანულ ეკლესიებში ჩვეულებრივ მასიურ ბურჯებზე დარყნობილი ნახევარწრიული თაღები გვხვდება. ამ ეკლესიებისგან მიღებული ძირითადი შთაბეჭდილებაც მასიური სიძლიერია. მათი მორთულობა მწირია და ცოტა სარკმელი აქვთ. ესაა მხოლოდ მკვიდრი დაუნაწევრებელი კედელი და კოშკები, რომლებიც შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებს მოგვაგონებს. იხილეთ სურათი 111. ეს ძალმოსილი, თითქმის კადნიერი ქვის მასივები, რომლებიც ეკლესიამ სულ ცოტა ხნის წინ გაქრისტიანებული გლეხებისა და მეომრების ქვეყნებში აღმართა, თითქოს მებრძოლი ეკლესიის იდეას გამოხატავს. ამ იდეის თანახმად ეკლესიის საქმეა დედამიწაზე ბნელეთის ძალებს შეერკინოს, ვიდრე განკითხვის ჟამი დადგებოდეს. იხილეთ სურათი 112. ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით ყოველი რიგიანი არქიტექტორის გონებას ერთი პრობლემა იპყრობდა. როგორ გადაეხურათ ქვის ეს შთამბეჭდავი შენობები მათი საკადრისი ქვისავე სახურავით. ხის გადახურვას, რომელიც ჩვეულებრივ ბაზილიკებს ჰქონდა, სიდიადე აკლდა. თანაც სახიფათო იყო, რადგან ცეცხლი ადვილად ეკიდებოდა. რომაელთა ხელოვნება ასეთი დიდი ნაგებობების კამარებით გადახურვისთვის დიდ ტექნიკურ ცოდნასა და გამოთვლებს მოითხოვდა, რაც უმეტესწილად დაკარგული იყო. ამიტომაც იქცა მე-11 და მე-12 საუკუნეები განუწყვეტელი ძიების პერიოდად. პატარა ამბავი როდი იყო, ერთი კამარით მთავარი ნავის მთელი განის გადახურვა. ყველაზე მარტივ გადაწყვეტა თითქოს კამარის მდინარეზე გადებული ხიდივით გადასროლა ჩანდა. ნავის ორივე მხარეს ამ ხიდების თახთა საბჯენად უზარმაზარ ბურჯებს ააგებდნენ ხოლმე. მალე აშკარა გახდა, რომ ეს თაღი ჩამოქცევის საშიშროების თავიდან ასაცილებლად ძალზე მკვიდრად უნდა ყოფილიყო შეგრული. საჯირო ქვები კი საკმარისად მძიმე. ამ დიდი სიმძიმის უშველებელი დაწოლის საზიდად კედლებიც და ბურჯებიც უფრო მძლავრი და მასიური გახდა. ამ გვირაბისებრ კამარებს ქვის ვეება მასები ესაჭიროებოდა. შესაბამისად, ნორმანი ხუროთ მოძღვრები ახალი ტექნიკის ძიებას შეუდგნენ. მათ ესმოდათ, რომ სინამდვილეში სრულებითაც არ იყო აუცილებელი ასე მძიმე კამარის ამოყვანა.
საკმარისი იქნებოდა გარკვეული რაოდენობის თაღების ძალზე მკვიდრ საბჯენებზე დაყრდნობა და შუალედების უფრო მსუბუქი მასალით შევსება. მათ შეამჩნიეს, რომ საუკეთესო იყო შემდეგი სისტემა. 4 ბურთს შორის ჯვარედინად თაღები, ანუ ნერვიურები, გადაეყვანათ. შემდეგ კი შუაში გაჩენილი სამკუთხა მონაკვეთები ამოევსოთ. ეს იდეა, რომელმაც ცოტა ხანში ძირეულად შეცვალა მშენებლობის მეთოდები, დასაბამს დარემის ნორმანული კათედრალიდან იღებს. თუმცა ხუროთმოძღვარი, რომელმაც ნორმანთა მიერ ახლა დაპყრობილ ინგლისში, ამ კათედრალის მძლავრ ინტერიერში პირველად გამოიყენა ნერვიურებიანი კამარა, ძნელად თუ განჭვედდა მის ტექნიკურ შესაძლებლობებს. რომანული ეკლესიების ქანდაკებებით შემკობა პირველად საფრანგეთში დაიწყეს, თუმცა სიტყვა შემკობამ ამჯერადად შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. ეკლესიის ყოველ ნაწილს განსაზღვრული ფუნქცია ჰქონდა და უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის სწავლების რომელიმე იდეა უნდა გამოეხატა. არლის წმინდა ტროფიმეს ეკლესიის მე-12 საუკუნის ბოლოს აგებული პორტიკი, სურათი 115, ამ სტილის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია. მოყვანილობით ის რომაული ტრიუმფალური თაღის აღნაგობას მოგვაგონებს. კარის ზღუდარის თავზე, ეგრეთ წოდებული ტიმპანზე, გამოსახულია ქრისტე დიდებით 4 მახარებლის სიმბოლოებთან ერთად. იხილეთ სურათი 116. ეს სიმბოლოები წმინდა მარკოზის ლომი, წმინდა მათეს ანგელოზი, წმინდა ლუკას ხარი და წმინდა იოანეს არწივი ბიბლიური წარმოშობისაა. ძველ აღთქმაში, იეზეკიელის წიგნის პირველი თავის მუხლებში, იეზეკიელის ხილვაში ამოიკითხავთ აღწერას უფლის საღდრისა, რომელიც ადამიანის, ლომის, ხარისა და არწივის თავების მქონე 4 არსებას უჭიროს. ქრისტიანი ღვთისმეტყველები ფიქრობდნენ, რომ ღვთის საგდრის მტვირთველები 4 მახარებელს აღნიშნავენ. ამგვარი ხილვა კი ეკლესიის შესასვლელს სავსებით შეესატყვისებოდა. ქვემოთ, კარის ზღუდარზე, გამოსახულია 12 მსხდომარე ფიგურა, 12 მოციქული. ქრისტეს ხელმარცხნივ კი შიშველა და ბორგილდადებულ ფიგურათა რიგის გარჩევა შეგვიძლია. ესენი არიან წაწყმედილნი, რომელთაც ჯოჯოხეთისკენ ერეკებიან, ხოლო ქრისტეს ხელმარჯვნივ ხედავთ სამარადისოდ კურთხეულ მართალთ, მისი დიდებისკენ პირმიქცეულთ. უფრო ქვემოთ წმინდანთა გაშეშებული ფიგურებია თავთავიანთი ემბლემებით. ეს მორწმუნეებს შეახსენებს, რომ ხავთ მეოხნი, რომელთა ძალუც შეეწიონ მათ, როდესაც მათი სულები სამსჯავროზე წარდგებიან. ამდენად პორტიკის ამ ქანდაკებებში განსხვავებული იყო ეკლესიის სწავლება ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების საბოლოო მიზნის შესახებ. ეს ხატებანი უფრო მხარად ჩაიბეჭდებოდა ხოლმე ცნობიერებაში, ვიდრე თვით მქადაგებელთა სიტყვები. გვიანი შუა საუკუნეების ფრანგმა პოეტმა ფრანსუა ვიონმა ეს შთაბეჭდილება დედისადმი მიცუნელი გულის ამაჩუყებელი ლექსით გადმოგვცა. ერთი საწყალი დიაცი ვარ, მწირი დიაცი, წიგნიც არ ვიცი, ვერ გავიგნებ სიბრძნის უღრანებს. კედლის ნახატზე ჩვენ სამრევლო ეკლესიაში ვხედავ ჯოჯოხეთს, ქაჯეშმაგნი ცოდილს მდუღრავენ. ხედავ სამოთხეს, ქნარებსა და ებნებს უკრავენ, პირველი მზარავს, მეორე კი მხნეობას მატებს. ამ ქანდაკებებისგან კლასიკურ ნაწარმოებთა ბუნებრიობას, მოხდენილობასა და სილაღეს არ უნდა მოველოდეთ. მასობრივი ზეიმურობა მათ კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. ისინი გვიადვილებენ, თვალის ერთი შევლებით დავინახოთ, რას გამოსახავენ და ნაგებობის სიდიადესაც უკეთესად აგებიან. ეკლესიის ინტერიერშიც ცხოველი წვრილმანი გულდასმით იყო გააზრებული, რათა თავისი დანიშნულებისა და სათქმელის შესაფერისი ყოფილიყო. 117 სურათზე ხედავთ გლოსტერის კათედრალისათვის დაახლოებით 1100 წელს შექმნილ შანდალს. იგი ურჩხულებისა და დრაკონების ხლართითაა გამონაკვთული და ადრეული შუა საუკუნეების ნახელავს მოგვაგონებს. მაგრამ ეს საშიში ფორმები ახლა უკვე გარკვეული აზრის შემცველია. ლათინურ წარწერაში, რომელიც ზედა გვირგვინს ევლება გარს, დაახლოებით შემდეგია ნათქვამი. ნათლის ეს მტვირთველი სიქველის ნახელავია. მისი ნათება მოძღვრებას ქადაგებს, ასე რომ ადამიანს ძალუც ცოდვით აღარ დაბნელდეს. მართლაც, როდესაც ჩვენი თვალი უცნაურ არსებათა ამ ტევრში გარკვევას მოახერხებს, ცენტრალური ბურცობის ირგვლივ, მოძღვრების მიმანიშნებელ მახარებელთა სიმბოლოებსაც ამოვიცნობთ და შიშველ ადამიანთა ფიგურებსაც. ლაოკოონის და მის ძეთა მსგავსად, მათ თავს გველები და ურჩხულები ესხმიან, მაგრამ მათი ბრძოლა უიმედო არ არის. ნათელს, რომელიც ჩანს ბნელში, ძალუც, მათ ბოროტი ძალა დაამარცხებინოს. დაახლოებით 1113 წლისთვის შექმნილი ლიეჟის ეკლესიის ემბაზი, იხილეთ სურათი 118, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა როლს ასრულებდნენ მაშინ ღვთისმეტყვანი, როგორც ხელოვანთა მრჩეველი. ეს ემბაზი სპილენძისაა და მის შუა წელზე წარმოდგენილია მისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი ამბავი.
ქრისტეს ნათლისღების რელიეფური გამოსახულება. ლათინური წარწერები გვიხსნის ყოველი ფიგურის საზრის. მაგალითად, ორი პერსონაჟის თავზე, რომლებიც ქრისტეს წყლიდან ამოსვლის მოლოდინში, მდინარე იორდანეს ნაპირზე დგანან, კითხულობთ: Angelis ministrantes, ანუ მსახური ანგელოზები. მაგრამ მხოლოდ ეს წარწერები არ გამოგვეც ყოველი წვრილმანის საზრის. მთლიანობაში ემბაზიც ამგვარი საზრისის შემცველია. თრით ხარის ფიგურებიც, რომლებსაც ის ებჯინება, უბრალოდ მოსართავად ან შესამკობად როდია მოტანილი. ბიბლიაში მეორე ნეშტას მეოთხე თავში კითხულობთ, როგორ ბრძანა მეფე სოლომონმა ფინიკის ტვიროსიდან ჩამოეყვანათ ბრინჯაოს ჩამოსმაში დახელოვნებული ოსტატი. იმ სამუშაოთა შორის, რომლებიც მან იერუსალიმის ტაძრისათვის შეასრულა, ბიბლიაში ნახსენებია: ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიერ მრგვალი, იგი კიდით კიდემდე 10 წხრთა იყო. იგი 12 ხარზე იდგა, 3 ჩრდილოეთით იყურებოდა, 3 დასავლეთით იყურებოდა, 3 სამხრეთით იყურებოდა, 3 აღმოსავლეთით იყურებოდა. ზღვა ზედებდგათ და გავები ყველას შიგნით ჰქონდათ მიქცეული. ამდენად სოლომონის დროიდან 2000 წელზე მეტი ხნის შემდეგ მცხოვრებ ლიეჟელ ოსტატს, ასევე ბრინჯაოს ჩამოსმაში დახელოვნებულს, სწორედ ეს საღვთო ნიმუში შესთავაზეს სამაგალითოდ. ქრისტეს, ანგელოზებისა და წმინდა იოანეს გამოსახვისთვის მოხმობილი ფორმები უფრო ბუნებრივი, ამასთანავე უფრო მშვიდი და დიდებულია, ვიდრე ჰილდესჰაიმის ბრინჯაოს კარის გამოსახულებები. სურათი 108. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მე-12 საუკუნე ჯვაროსნულ ლაშქრობათა საუკუნეა. ამას ბუნებრივია შედეგად მოჰყვა წინანდელზე მეტი კავშირის დამყარება ბიზანტიურ ხელოვნებასთან. მე-12 საუკუნის მრავალი ოსტატი ცდილობდა მიებაძა აღმოსავლეთის ეკლესიის დიდებული საღვთო ხატებებისთვის და გასჯიბრებოდა კიდეც მათ. სურათები 88-89. ფაქტობრივად ევროპული ხელოვნება არასოდეს ისე არ მიახლოებია აღმოსავლეთის ხელოვნების ანტიპის იდეალებს, როგორც ეს რომანული სტილის განვითარების პიკზე მოხდა. ჩვენ უკვე ვნახეთ არლის ქანდაკებათა ხისტი და სადრესასწაულო განლაგება. სურათები 115 და 116. მსგავს სულის კვეთებას მე-12 საუკუნის მრავალ გამშვენებულ ხელნაწერში ვხვდებით. მაგალითად, 119 სურათი, რომელიც ხარებას ასახავს, თითქმის ისევე გაშეშებული და უმოძრავა, როგორც ეგვიპტური რელიეფი. ღვთისმშობელი წარმოდგენილია წინიდან, გაოცების ნიშნად ხელება პრობილი, ხოლო ზემოდან მასზე სულით მიდის მტრედი გადმოდის. ნახევარ პროფილით გამოსახულ ანგელოს მარჯვენა ხელი გაწვდილი აქვს ჟესტად, რომელიც შუა საუკუნეების ხელოვნებაში ლაპარაკს აღნიშნავს. თუკი ჩვენ ამ ფურცელზე დახედვისას რეალური სცენის ცოცხალ გამოსახვას ველოდით, უთუოდ იმედი გაგვიცრუდება. მაგრამ თუკი გვემახსოვრება, რომ მხატვარს გულში ფორმათა მიბაძვა კი არ უდევს, არამედ ტრადიციულ საღვთო სიმბოლოთა შეერთება, რომელთა გარდა მას არც არაფერი სჭირდებოდა ხარების საიდუმოს დასასურათებლად, იმას აღარ მოისაკლისებთ, რისი გაკეთებაც მხატვარს სულაც არ განუზრახავს. უთუოდ გასათვალისწინებელია, რამდენი შესაძლებლობა ეშლებოდათ წინ ოსტატებს, როდესაც ისინი სრულად ამბობდნენ უარს მისწრაფებაზე, საგნები ისე გამოესახათ, როგორც მათი თვალი ხედავდა. 120 სურათზე წარმოდგენილია ერთ-ერთი გერმანული მონასტრისთვის განკუთვნილი კალენდრის ერთი გვერდი. მასზე მონიშნულია იმ წმინდანთა უმთავრესი დღეობები, რომლებიც ძირითადად ოქტომბერში მოიხსენიებიან. თანაც ჩვენი კალენდრებისგან განსხვავებით, 4 გვერდი ეს მარტო სიტყვით კი არა, სურათებითაც არის ასახული. ცენტრში თაღებქვეშ გამოსახული არიან წმინდა უილიმარ მღვდელი და წმინდა გალუსი, ეპისკოპოსის კვერთხის მხრობელი. მასთან არის თანამგზავრი, რომელსაც თან მისიონერის აბგა აქვს. მათგან დამოუკიდებელი ზედა და ქვედა გამოსახულებები გამოხატავს ორ მარტვილობას, რომლებიც ოქტომბერში იხსენიება. მოგვიანებით, როდესაც ხელოვნება კვლავ მიუბრუნდა ბუნების ზედმიწევნით გადმოცემას, ამგვარი შემაწუწუნებელი სცენები ხშირად 1000-ნაირი შიშის მონგრელი დეტალით ურთიხატებოდა. ჩვენს მხატვარს კი ძალუც ისინი უბრალოდ უგულებელყოს, რათა შეგვახსენოს წმინდა გერეონი და მისი თანამგზავრები, რომლებსაც თავები მოკვეთეს და ჭაში ჩაყარეს. ამისთვის იგი ჩის გამოსახულებას გარს ორ წრეს ავლებს, მათ შორის კი უთავო სხეულებს განალაგებს. წმინდა ურსულა, რომელსაც გადმოცემის მიხედვით კერთაყვანისმცემლებმა 11000 ხალწულთან ერთად მოკვეთეს თავი, თავისი მიმდევრებით გარშემორტმული ზის საყდარზე. ჩარჩოს გარეთ მოთავსებულია წმინდანისკენ მიმართული მშვილდმოზიდული მახინჯი ველური და მეორე ხმალშემართული კაცი. ფურცლიდან ამბის ამოსაკითხად იძულებული არ ვართ, მისი ვიზუალიზება მოახდინოთ. და რაკი მხატვარ შეუძლია სივრცის ილუზიასა თუ დრამატულ ქმედებებზე არ იდარდოს, მას ხელს არაფერი უშლის, ფიგურები და ფორმები წმინდა ორნამენტული თვალსაზრისით განალაგოს.
მხატვრობა ჭეშმარიტად სურათოვანი დამწერლობის ფორმად გადაქცევის გზას დაადგა. მაგრამ გამოსახვის გამარტივებული მეთოდებისკენ მიბრუნებამ, შუა საუკუნეების მხატვარს ახლებური თავისუფლებაც მისცა კომპონირების რთული ფორმების მოსასინჯად. ეს მეთოდები რომ არა, ეკლესიის სწავლებანი ხილულ სახეებად ვერაზროს ითარგმნებოდა. ყველაფერი, რაც ფორმაზე ითქმის, შეიძლება ფერზედაც ითქვას. მხატვრები აღარ გრძნობდნენ თავს ვალდებულად ესწავლათ და გამოესახათ ბუნებაში არსებული ელფერთა გადასვლები და თავიანთი ილუსტრაციებისთვის ფერებს სრულებით თავისუფლად სურვილისამებრი ირჩევდნენ. ოქრომჭედელთა ნახელავის მოციაგე, ოქროსფერი და მანათობელი ლურჯი, წიგნის მინიატურების მჟღერი ფერები, ვიტრაჟების აღვივებული წითელი და მწვანის ნაჯერი ტონალობები მოწმობს, რომ მათ ბუნებისგან დამოუკიდებლობა კეთილად მოიხმარეს. ხილული სამყაროს გადმოცემის საჭიროებისგან გათავისუფლება მათ იმისთვის გამოიყენეს, რომ ასე შთამბეჭდავად გადმოეცათ ზებუნებრივის იდეა. თავი მეათე. გამარჯვებული ეკლესია მე-13 საუკუნე. რომანული ეპოქის ხელოვნება ბიზანტიურსა და ძველი აღმოსავლეთის ხელოვნებას უკვე შევადარეთ. მაგრამ დასავლეთი ევროპა აღმოსავლეთისგან ერთი ასპექტით ყოველთვის მეტად განსხვავდებოდა. აღმოსავლეთში ეს სტილები 1000 სხეულობით არსებობდა და არც რაიმე მიზეზი ჩანდა საიმისოდ, რომ ისინი ოდესმე შეცვლილიყო. დასავლეთს არასოდეს ახასიათებდა უძრაობა. ის სულ მოუსვენარი იყო და დაუდგრომლად ეძებდა ახალ იდეებსა და ახლებურ გადაწყვეტებს. რომანული სტილი მე-12 საუკუნესაც კი ვერ გადმოსცდა. როგორც კი ხელოვანებმა წარმატებას მიაღწიეს ეკლესიების კამარებით გადახურვაში და ქანდაკებებით მათი მორთვის ახლებურ დიდებულ წესსაც მიაგნეს, მაშინვე გამოჩნდა იდეა, რომ მომაც ყველა ნორმანული თუ რომანული ეკლესია მოუქნელად და მოძველებულად გამოაჩინა. ახალი იდეა ჩრდილოეთ საფრანგეთში დაიბადა. ეს გახლდათ გოთიკური სტილის პრინციპი. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს უბრალოდ ტექნიკური სიახლეა, მაგრამ თავისი ეფექტით ის ბევრად მეტია. კერძოდ აღმოჩნდა, რომ ეკლესიის დიაგონალურად გადაჯვარედინებულ თაღებზე კამარის გადაყვანის ხერხი შეიძლებოდა გაცილებით სისტემურად და უფრო დიდი საქმეებისთვის გამოყენებულიყო, ვიდრე ამას ნორმანელი არქიტექტორები ოდესმე წარმოიდგენდნენ. თუ ბურჯები მართლაც საკმარისი იყო კამარის თაღების საზიდად, ხოლო მათ მიერ შექმნილი კამაროვანი სამკუთხა სეგმენტების ქვები მხოლოდ შემოსებლის ფუნქციას ასრულებდა, ბურჯებს შორის მასიური კედლების საჭიროება ნამდვილად აღარ არსებობდა. შესაძლებელი გახდა ქვის ერთგვარი ჩონჩხის აღმართვა, რომელიც თელ ნაგებობას დაიჭერდა. ამისთვის წვრილი ბურჯები და ვიწრო ნერვიურებით საკმარისი იყო. მათ შორის რომც აღარაფერი ყოფილიყო, ჩონჩხს ჩამოქცევა არ ემუქრებოდა. აღარც მძიმე კედლები იყო საჭირო, მათი დიდი ფანჯრებით ჩანაცვლება შეიძლებოდა. ხუროთმოძღვართა იდეალი ეკლესიების იმგვარად აგება გახდა, როგორც ჩვენს დროში სადგურებს აშენებენ. მათ არც ფოლადის ჩარჩოები ჰქონდათ და არც რკინის ძელები. ყველაფერი ქვისა იყო და მათი შეერთება რთულ და საგულდაგულო გაანგარიშებას მოითხოვდა. ხოლო თუ კი გაანგარიშება უშეცდომო გამოდგებოდა, შესაძლებელი გახდებოდა ეკლესიის სრულიად ახალი ტიპის, ქრისა და მინის შენობის აგება, რომლის მსგავსი დედამიწის ზურგზე მანამდე არ არსებულა. ასეთი გახლავთ გოთიკური კათედრალების წარმმართველი იდეა, რომელიც მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში ჩრდილოეთ საფრანგეთში შემუშავდა. ცხადია, გოთიკურ ნაგებობათა რევოლუციური სტილისთვის ჯვაროვანი ნერვიურების პრინციპი ვერ იქნებოდა საკმარისი. ამ სასწაულის მოსახდენად მრავალი სხვა ტექნიკური მიგნება იყო საჭირო. მაგალითად, რომანული სტილის ნახევარწრიული თაღები გოთიკური სტილის მშენებელთა მიზნებისთვის შეუფერებელი გამოდგა. და აი რატომ. თუ ორ ბურჯს შუა ნახევარწრიული თაღი გადაყავს, საამისოდ ერთადერთი საშუალება არსებობს. კამარა მუდამ ერთ განსაზღვრულ სიმაღლეზე უნდა აიყვანო და მას ვერაფრით შეცვლი. თუ კი მისი სიმაღლის გაზრდას მოისურვებ, თაღის პერდები მეტად უნდა დააქანო. საამისოდ კი საუკეთესო გზა ნახევარწრიულ თაღზე უარის თმა და ორი სეგმენტის ერთმანეთზე მიბჯენაა. ეს შეისრული თაღის პრინციპი გახლავთ. მისი დიდი უპირატესობა ისაა, რომ კონსტრუქციის მოთხოვნილების მიხედვით სურვილისამებრ შესაძლებელია მისი მოხაზულობის ცვლა, დაბლაგება ან წამახვა. სხვა პრობლემაც გამოჩნდა. კამარის ქვების სიმძიმე მხოლოდ ვერტიკალურად კი არ მოქმედებს, არამედ მოზიდული მშვილდის მსგავსად გვერდულადაც. შეისრული თაღი ამ მხრივაც სჯობდა ნახევარწრიულს, მაგრამ მხოლოდ ბურჯები ამგვარ ირიბ დაწოლას მაინც ვერ გაუძლებდა. ნაგებობის ფორმის დასაცავად ძლიერი ჩარჩო იყო აუცილებელი. რაც შეეხება გვერდითი ნავების კამარებს, აქ დიდი სირთულე არ ყოფილა, რადგან კედლების გარე პირზე კონტრფორსების მოწყობა შეიძლებოდა. მაგრამ მთავარ ნავთან მიმართებით რა უნდა ეღონათ? იგი გარედან გვერდითი ნავების სახურავების გადასწრი უნდა შეემაგრებინათ. სწორედ მის გასაკეთებლად მოიგონეს მშენებლებმა არქბუტანები,
რომელთაც დაასრულეს კიდეც გოთიკური კამარის ჩონჩხი. სურათი 122. გოთიკური ეკლესია თითქოს ქვის ამ გრაციოზულ სტრუქტურებს შორის არის შეკიდული და ზუსტად ისე ზიდავს მის სიმძიმეს, როგორც მსუბუქი სხივებით შემტკიცებული ველოსიპედის ბორბალი. ორივე შემთხვევაში სიმძიმე თანაბრად ნაწილდება, რაც შემავსებელი მასის კვლავ და კვლავ შემცირების შესაძლებლობას იძლევა, ოღონდ ისე, რომ მთელი სიმტკიცე აშეილახოს. ამასთანავე არ იქნებოდა სწორი ამ ეკლესიებში მხოლოდ საინჟინრო მიგნებები დაგვენახა. ხელოვანები დიდად ზრუნავდნენ იმაზე, რომ მათი ჩანაფიქრის სითამამე შეგვეგზნო და მოგწონებოდა. თუ დორიულ ტაძარს შევხედავთ, ვიგრძნოთ რა დანიშნულება აქვს სვეტების მცქრიოს. მან ჰორიზონტალური გადახურვის სიმძიმე უნდა ზიდოს. გოთიკურ ინტერიერში ყოფნისას კი ხვდებით გამბჯენა შემაგრების რთულ ურთიერთქმედებას, რომელსაც ზეაღმართული კამარა უჭირავს. სურათი 123. აქ არც შიშველი შეუმკობი კედლებია და არც მასიური ბურჯები. მთელი ინტერიერი თითქოს წვრილი სვეტებითა და ნერვიურებით არის მოქსოვილი. კამარა მათი ბადითაა გადახურული, რომელიც ნავის კედლებს ჩამოუყვება და ქვის წვრილი ლილვების კონებით შექმნილი ბურჯებით იკრება. ხანჯრებიც კი ამ ურთიერთგადაჯდობილი ხაზების ორნამენტებითაა დასერილი. სურათი 124. მე-12 საუკუნის მიწურულის და მე-13 საუკუნის დამდეგის დიდი კათედრალების, ანუ საეპისკოპოსო ტაძრების უმრავლესობის ჩანაფიქრი ისეთი თამამი და დიდებულია, რომ ზუსტად თავდაპირველი გეგმის თანახმად, ბევრი მათგანი შესაძლოა არც ერთი არ დასრულებულო. ამის მიუხედავად, დროთა განმავლობაში განცდილი ცვლილებების შემდეგაც ვერ დაივიწყეთ რა იგრძენით, როდესაც ამ ვეებერთელა ინტერიერებში შეაბიჯეთ, რომელთა თვითზომებიც ყოველივე ადამიანურსა და ცვლილმანს არარაობად წარმოაჩენს. ძნელია წარმოიდგინო, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ნაგებობები მათზე, ვინც მხოლოდ რომანული სტილის მძიმე და პირქუშ შენობებს იცნობდა. ამ ძველი ეკლესიების სიმტკიცესა და სიძლიერეს გარკვეულწილად შეეძლო გადმოეცა იდეა მებრძოლი ეკლესიისა, რომელიც ადამიანს ბოროტისგან ხსნასა და თავშესაფარს თავაზობს. ახალმა კათედრალებმა მორწმუნეები სხვა საოპლოს აზიარეს. ქადაგებებსა და საგალობლებში მათში მათ გაგონილი ჰქონდათ ზეციური იერუსალიმის, მისი მარგალიტის ბჭეების, ფასდაუდებელი თვლების, წმინდა ოქროს ქუჩებისა და გამჭვირვალე მინის შესახებ. იხილეთ იოანეს გამოცხადების 21 თავი. ახლა ეს ხილვა ზეციდან დედამიწაზე დაეშვა. ამ შენობათა კედლები ცივი და უკარება არ იყო. ისინი შედგებოდა ფერადი მინისგან, რომელიც ლალისფრად და ზურმუხტისფრად ანათებდა. ბურჯებს, ნერვიურებსა და ორნამენტებს ოქრო აელვარებდა. ყოველივე მიწიერი, მძიმე და ყოველდღიური უგულებელყოფილი იყო. ამ მშვენიერების ზემოქმედებას მინებებულ მორწმუნეებს შეეძლოთ ეფიქრათ, სადაცაა მატერიალური სამყაროს მიღმა არსებული საუქლოს საიდუმლოებებს ჩავწვდებითო. შორი მანძილიდან სქერის დროსაც კი ეს საკვირველი შენობები თითქოს ზეციურ დიდებას ღაღადებენ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფასადი, სურათი 125, ალბათ მათ შორის ყველაზე სრულყოფილია. პორტიკებისა და ფანჯრების განაწილება ისე ნათელი და ძალდაუტანებელია, გალერეის მორთულობა კი ისე მოქნილი და მოხდენილი, რომ ქვის ამ მასის სიმძიმე გვავიწყდება. მთელი ნაგებობა ჩვენ წინაშე მირაჟივით ამომართულა. ასეთივე სიმსუბუქისა და უტონობის შეგრძნებას იწვევს ქანდაკებებიც, რომლებიც პორტიკებს ზეციური გუნდებივით შემოლებია გარს. მაშინ, როდესაც არლის რომანულ სტილის ხელოვანი წმინდანთა ფიგურებს არქიტექტურულ კარკასში მკვიდრად ჩასმო მასიურ ბურჯებს ამგვანებს, შარტრის გოთიკური კათედრალის ჩრდილოეთ პორტიკის შემამკობელი ოსტატი თითოეულ ფიგურას სიცოცხლეს შთაბეროს. სურათები 126-127. ისინი თითქოს მოძრაობენ, ერთმანეთს საზეიმოდ შეხურებენ. სამოსლის ნაკეთს და დენა კი კვლავ გვანიშნებს, რომ მათ ქვეშ სხეულია. ყოველი მათგანი ნათლადაა ნიშანდებული და ძველი აღთქმის ნებისმიერი მცოდნისთვის საცნობია. რთული არ არის ვიცნოთ აბრაამი, მოხუცი, რომელსაც წინ თავისი სამსხვერპლოდ გამზადებული ვაჟი ისააკი უდგას. ცნოთ მოსესაც, რომელსაც უჭირავს 10 მცნებით აღბეჭდილი სჯულის ფიცრები და სვეტი, ბრინჯაოს გველით, რომითაც იგი ისრაელელებს კურნავდა. აბრაამის მეორე მხარეს მდგომი კაცი მელქისედეკია, შალემის მეფე, რომელიც ბიბლიის დაბადების წიგნის მე-15 თავის მე-18 მუხლის მიხედვით იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი და აბრაამს მოგებული ბრძოლის შემდეგ მოსაკითხად გამოუტანა პური და ღვინო. ამიტომაა, რომ შუა საუკუნეების თეოლოგიაში ის საიდუმლოთა აღსრულებელი მღვდლის წინასახედ განიხილება. ამის ნიშნად კი მას ბარძიმი და საცეცხლური უპყრია. ამრიგად დიდი გოთიკური კათედრალის პორტიკებზე შეჯარული თითქმის ყველა ფიგურა მკაფიოდაა ნიშანდებული ემბლემის საშუალებით, რათა მორწმუნისათვის გასაგები იყოს მათი საზრისი და სათქმელი.
ერთად აღებულნი, ისინი ისევე წარმოადგენენ ეკლესიის სწავლების განსხეულებას, როგორც წინა თავში განხილული ნაწარმოებები. და მაინც ჩვენ ვგზნობთ, რომ გოთიკური სტილის მოქანდაკე თავის დაკვეთას ახლებური სულისკვეთებით უდგება. მისთვის ეს ქანდაკებები აღარა მხოლოდ წმინდა სიმბოლოები, ზნეობრივი ჭეშმარიტების საზეიმო შეხსენება. ყოველი მათგანი მისთვის უნდა ყოფილიყო საკუთარი უფლებით მოსილი ფიგურა, თავისი მეზობლისგან პოზიციითა და სილამაზის ტიპით განსხვავებული და მაშასადამე ინდივიდუალური ღირსებით გამსჭვალული. შარტრის კათედრალი მე-12 საუკუნის დასასრულს მიეკუთვნება. 1200 წლის შემდეგ ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი კათედრალი ააგეს საფრანგეთშიც და მის მეზობელ ქვეყნებშიც, ინგლისში, ესპანეთში, გერმანიის რაინლანდში. თუმცა ახალ ადგილას მისულ ბევრ ოსტატს ხელობა ამ ტიპის პირველი ნაგებობების მშენებლობისას ჰქონდა შესწავლილი. ყველაც ცდილობდა წინამორბედების მონაპოვართათვის რამე შეემატებინა. მე-13 საუკუნის დასაწყისის სტრასბურგის გოთიკური კათედრალის რელიეფი გოთიკური სტილის მოქანდაკეთა ახლებურ მიდგომას გვიჩვენებს. იხილეთ სურათი 129. იგი ღვთისმშობლის მიძინებას წარმოგვიდგენს. 12 მოციქული მის სარეცელს ერთხმის გარს, წმინდა მარია მაგდალელი კი მის წინაშე მუხს იღრის. შუაში გამოსახული ქრისტე თავის ხელებში იღებს ღვთისმშობლის სულს. ხედავთ, რომ ოსტატი კვლავ ზრუნავს ადრეული პერიოდისათვის დამახასიათებელი საზეიმო სიმეტრიის ნიშანთა შენარჩუნებაზე. წარმოიდგინოთ, რომ მან ჯერ ფიგურების ჯგუფი მონიშნა. მოციქულთა თავები თაღის გაყოლებით, ორი ერთმანეთის მსგავსი მოციქული სარეცლის ორივე მხარეს. შუაში კი ქრისტე. მაგრამ ოსტატი აღარ კმაყოფილდება მარტივი სიმეტრიული განაწილებით, რომელსაც მე-12 საუკუნის ხელოვანი არჩევდა. სურათი 120. მას აშკარად სურს თავის ფიგურებს სული შთაბეროს. მოციქულთა ლამაზი სახეები, მათი აზიდული წარბები და დაჟინებული მზერა გლოვას გამოხატავს. სამ მათგანს ხელები მწუხარების ტრადიციული ჟესტით სახესთან აქვს მიტანილი. ყველაზე ექსპრესიული კი იქვე მუხმოყრილი, ხელებ გადაჭტობილი, წმინდა მარიამ მაგდალელის ფიგურა და სახეა. ოსტატმა შესანიშნავად გაართვა თავი მის ნაკვთებსა და ღვთისმშობლის უშფოთველ და ნეტარ სახეს შორის კონტრასტის გადმოცემას. ნაკეცებიანი ქსოვილი, ცარიელი გარსი, ან მხოლოდ ორნამენტული ხვია აღარ არის, როგორც ადრეული შუა საუკუნეების ნამუშევარში იყო. გოთიკური სტილის ოსტატები ცდილობდნენ ჩასტუდომოდნენ დრაპირებული სხეულის ძველ ფორმულას, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს. შესაძლოა გასათვითცნობიერებლად მათ ქვაზე კვეთილობის წარმართულ ნაშთებს, რომაულ საფლავის ქვებსა და ტრიუმფალურ თაღებს მიმართეს, რომელთა გარკვეული რაოდენობა საფრანგეთშიც შეეძლოთ ენახათ. ასე აღადგინეს მათ დრაპირებული სამოსის ქვეშ სხეულის აგებულების ჩვენების დაკარგული კლასიკური ხელოვნება. ჩვენს ოსტატსაც უთუოდ ეამაყებოდა, რომ ესოდენ რთული ტექნიკა ემარჯვებოდა. ის თუ როგორაა წარმოდგენილი ღვთისმშობლის ფეხები და ხელები, აგრეთვე ქრისტეს ხელი სამოსის ქვეშ, გვიჩვენებს, რომ გოთიკური სტილის ეს მოქანდაკენი მარტო იმით კი აღარ ინტერესდებიან, რას გამოსახავენ, არამედ იმ საკითხითაც, თუ როგორ უნდა გამოსახონ. ისევე როგორც საბერძნეთში დიადი გამოღვიძების ხანაში იყო, მათ ბუნებას მიაპყრეს თვალი, არა იმდენად მისი ზუსტი გამეორებისთვის, რამდენადაც ფიგურისათვის დამაჯერებლობის მისანიჭებლად. თუმცა ბერძნულ და გოთიკურ ხელოვნებას შორის, ბერძნულ ტაძარსა და კათედრალს შორის უზარმაზარი განსხვავებაა. მე-5 საუკუნის ბერძენ ოსტატებს უპირატეს საფიქრალად ჰქონდათ, როგორ უნდა გამოესახათ მშვენიერი სხეული. გოთიკური სტილის ხელოვანისათვის კი ყველა ეს ხერხი თუ ხრიკი მხოლოდ საშუალება იყო, ხოლო მიზანი საღვთო წერილის ამაღელვებლად და დამაჯერებლად გადმოცემა გახდათ. მნიშვნელოვანი მისთვის ამბის მოყოლა კი არაა, არამედ ის, რასაც მონაყოლი გვაუწყებს, მორწმუნის სანუგეშოდ და დასამოწუყავად. სულთმობდავი ღვთისმშობლისადმი მიპყრობილი ქრისტეს მზერა ოსტატისათვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კუნთების ოსტატურად გამოსახვა. მე-13 საუკუნის განმავლობაში ზოგი ოსტატი ქვის გაცოცხლების ცდისას კიდევ უფრო შორს მიდის. მოქანდაკე, რომელსაც დაახლოებით 1260 წელს გერმანიაში ნაუმბურგის კათედრალის ქტიტორთა გამოსახვა დაევალა, ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, თითქოს მართლაც თავის თანამედროვე რაინთა პორტრეტებს გადმოგცემდეს. სურათი 130. მაგრამ ეს ძალიან საეჭვოა, რადგან ეს ქტიტორები მაშინ დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ და ოსტატმა მათ შესახებ სახელის გარდა არაფერი იცოდა. მიუხედავად ამისა, მის მიერ შექმნილი ქალთა და მამაკაცთა ქანდაკებები თითქოს წუთი წუთზე კვარცხლ ბეკებიდან გადმოაბიჯებენ და იმ ღონიერ რაინდებსა და მოხდენილ მანდილოსნებში გაერევიან, რომელთა საგმირო საქმეებისა და ტანჯვა წამების ამბებით საისტორიო წიგნების მთელი გვერდებია გავსებული. მე-13 საუკუნეში მოქანდაკეთა მთავარი საქმიანობა კათედრალებისთვის მუშაობა გახდათ. იმდროინდელ ჩრდილოელ ფერმწერთა უმთავრესი სამუშაო კი კვლავ ხელნაწერთა გამშვენება იყო.
თუმცა ამ ილუსტრაციების სულისკვეთება ძლიერ განსხვავდება რომანული ხანის წიგნთა საზეიმო ფურცლებისაგან. მე-12 საუკუნის ხარებას და მე-13 საუკუნის ფსალმუნის გვერდს ერთმანეთს თუ შევადარებთ, ამ ცვლილების მასშტაბი ცხადი გახდება. ის წარმოგვიდგენს ქრისტეს საფლავად დადებას, რომელიც შინაარსითა და სულისკვეთებით სტრასბურგის კათედრალის რელიეფის მსგავსია. კიდევ ერთხელ ვწმუნდებით, როგორი მნიშვნელოვანი გახდა ხელოვანისათვის ფიგურების გრძნობათა ჩვენება. ღვთისმშობელი მიცვალებული ქრისტეს სხეულს დამხობია და ჩაკონებია. წმინდა იოანეს ხელები მწუხარებით გადაუჭდია. რელიეფის მსგავსად აქაც ვხედავთ, რომ მხატვარმა ბევრი იზრუნა, რათა სცენის თანაბარ ზომიერი ხაზოვანი სტრუქტურისთვის არ გადაეხვია. ზედა კუთხეებში ღრუბლებიდან ჩდებიან ანგელოზები საცეცხლურებით ხელში. უცნაურ ქუდებიან მსახურებს კი ქრისტეს სხეულისთვის ხელი შეუშველებიათ. გრძნობების ჭარბად გამოხატვა და ფურცელზე ფიგურების რეგულარული განაწილება მხატვრისათვის აჩქარად უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე რაიმე ცდა. ეს ფიგურები ცოცხლის მსგავსად გამოესახა, ანდა რეალური სცენა გადმოეცა. მას არ ანაღვლებს, რომ წინა პლანზე გამოსახული მსახურები უფრო პატარა ზომის არიან ვიდრე წმინდანები. ის არც მოქმედების ადგილსა და გარემოზე მიგვანიშნებს. იმის გასაგებად თუ რა ხდება, ასეთი გარეგნული მინიშნება არც გჭირდება. მხატვრის მიზანი არ არის საგანთა ისე გამოსახვა, როგორც ისინი სინამდვილეშია. თუმცა სხეულის შესახებ მან, ისევე როგორც სტრასბურგელმა ოსტატმა, მაინც გაცილებით მეტი იცის, ვიდრე მე-12 საუკუნის მინიატურის შემქმნელმა. მე-13 საუკუნეში ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ ხელოვანი თავის ნიმუშთა წიგნს გვერდზე გადადებდა, რათა რაღაც ისეთი გამოესახა, რამაც მისი ყურადღება მიიპყრო. დღეს ძნელი წარმოსადგენია, რას ნიშნავდა ეს იმხანად. ჩვენთვის მხატვარი არის საეტიუდო ალბომით აღჭურვილი ადამიანი, რომელიც ჩამომჯდარა და ცხოვრებიდან იმას იხატავს, რაც მიიზიდავს. მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ შუა საუკუნეების მხატვრის წვრთნა და აღზრდა სრულიად განსხვავებული იყო. იგი ჯერ შეგირდათ უნდა დასდგომოდა ოსტატს, რომელსაც თავიდან მისი მითითებების შესრულებით და სურათის შედარებით უმნიშვნელო ადგილების შევსებით ეხმარებოდა. თანდათანობით ის სწავლობდა, როგორ გამოესახა მოციქული, ან როგორ დაეხატა წმინდა ქალწული. იგი ძველი ხელნაწერებიდან ცალკეული სცენების ასლების გადმოღებასა და გადამუშავებას, სხვადასხვა მოჩარჩოებისათვის მათ მორგებას შეისწავლიდა. ბოლოს კი იმდენად დახელოვნდებოდა, რომ იმგვარი სცენის დასურათებაც შეეძლო, რომლის ნიმუში წარმოიპოვებოდა. მაგრამ მთელი ამ მოღვაწეობის განმავლობაში მას არაფერი უბიძგებდა. საეტიუდო ალბომი მოემარჯვებინა და ჩაეხატა ნატურიდან რაიმე. მაშინაც კი, როდესაც მას კონკრეტული პიროვნების, მეფისა თუ ეპისკოპოსის გამოსახვა ევალებოდა, იგი მიმსგავსებას არ ცდილობდა, ჩვენეული გაგებით. შუა საუკუნეებში პორტრეტი ჩვენი გაგებით არც კი არსებობდა. ყველა მხატვარს მოეთხოვებოდა პირობითი ფიგურა დაეხატა და მისთვის შესაბამისი ინსიგნიები მიენიჭებინა. მეფისთვის გვირგვინი და სკიპტრა, ეპისკოპოსისთვის მიტრა და ჯვარი, შესაძლოა ქვეშ სახელიც მიეწერა, რომ გამოსახულის ვინაობა არავის შეშლოდა. უცნაურად ვეჩვენება, რომ მხატვრებს, რომლებიც ისეთივე ცოცხლის მსგავს ფიგურებს ქმნიდნენ, როგორც ნაუმბურგის ქტიტორები არიან, უჭირდათ კონკრეტული პიროვნების მიმსგავსება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მათთვის ადამიანისა თუ საგნის პირისპირ ჯდომისა და მისი გადმოხატვის თვით აზრიც კი უცხო იყო. ამიტომაც მით უფრო საყურადრებოა, რომ მე-13 საუკუნის ხელოვანები იშვიათ შემთხვევაში რაღაცას ნატურიდან იხატავდნენ. ეს როგორც წესი იმიტომ ხდებოდა, რომ რაიმეს გამოსახვის შემუშავებული და მზა სქემა ჯერ კიდევ ხელთ არ ჰქონდათ. 112 სურათზე სწორედ ამგვარ გამონაკლისს ვხედავთ. ესაა ინგლისელი ისტორიკოსის მეთიუ პერისის მიერ მე-13 საუკუნის შუა ხანებში დახატული სპილო. ეს სპილო საფრანგეთის მეფემ წმინდა ლუიმ ჰენრი მესამეს 1255 წელს გამოუგზავნა. ასეთი ცხოველი ინგლისში მაშინ პირველად ნახეს. მის გვერდით დგომი მსახურის ფიგურაზე ვერ იტყვი, კარგადაა მიმსგავსებულიო. თუმცა მოყვანილია მისი სახელი, ჰენრიკუს დე ფლორი. საინტერესო ისაა, რომ ამ შემთხვევაში მხატვარს ძალიან უნდოდა სწორი პროპორციები მიეღო. სპილოს ფეხებს შორის ლათინური წარწერაა. აქ დახატული ადამიანის ზომის მიხედვით შეგიძლია წარმოიდგინოთ აქ გამოსახული მხეცის ზომები. შესაძლოა ეს სპილო ცოტა უცნაურად მოგვეჩვენოს. მაგრამ ვფიქრობ, რომ შუა საუკუნეთა მხატვრები, მე-13 საუკუნეში მაინც, მშვენივრად იცნობდნენ პროპორციებს. და თუ კი ხშირად უყურადღებოდ ტოვებდნენ მათ, ამას უმეცრების გამო კი არც ჩადიოდნენ, არამედ იმიტომ, რომ არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. მე-13 საუკუნეში დიდი კათედრალების ხანაში საფრანგეთი ევროპის უმდიდრესი და უმნიშვნელოვანესი ქვეყანა იყო. პარიზის უნივერსიტეტით მთელი დასავლეთის ინტელექტუალური ცენტრი გახდათ. იტალიაში კი, ქვეყანაში სადაც ქალაქები ერთმანეთს ებრძოდნენ,
დიდი ფრანგული კათედრალების მშენებელთა იდეებსა და მეთოდებს, რომელთაც ასე ხარბად ბაძავდნენ გერმანიასა და ინგლისში, თავიდან დიდად არავინ გამოხმაურებია. მხოლოდ მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში მიყო ხელი ერთმა იტალიელმა მოქანდაკემ ფრანგი ოსტატების მიბაძვას და კლასიკური ქანდაკების მეთოდების შესწავლას, რათა ბუნება უფრო დამაჯერებლად გამოესახა. ეს იყო ნიკოლო პიზანო, რომელიც დიდ სანაოსნო და სავაჭრო ცენტრში, პიზაში, მოღვაწეობდა. 113 სურათზე მის მიერ 1260 წელს დასრულებული კათედრის ერთ-ერთი რელიეფია ნაჩვენები. ერთი შეხედვით აქ გამოსახულ სიუჟეტთა ამოცნობა არც ისე იოლია, რადგანაც პიზანო სხვადასხვა სიუჟეტის ერთ ჩარჩოში თავმოყრის შუასაუკუნოვან ჩვეულებას მიყვება. რელიეფის მარცხენა კუთხეში ხარებაა გამოსახული. შუა ნაწილში ქრისტეს შობა. ღვთისმშობელი სარეცელზე წევს, წმინდა იოსები კუთხეში შეყუჟულა, ორი მსახური კი ჩვილის გამბანითაა დაკავებული. ისინი თითქოს ცხვრის ფარამ შეავიწროა, მაგრამ სინამდვილეში ეს მესამე სცენას ეკუთვნის. ზედა მარჯვენა კუთხეში წარუდგენილ მწყემსთა ხარებას, სადაც კიდევ ერთხელ ჩნდება ჩვილი ქრისტე ბაგაში. თუმცა სცენა ცოტათი გადატვირთული და არეულია. მოქანდაკეს ყოველი ამბის შესაფერისი ადგილიც და ცოცხალი დეტალებიც მიგნებული აქვს. შესამჩნევია, როგორ ახალისებს სცენას აქა-იქ უშუალო დაკვირვების ჩართვა. შეხედეთ თუნდაც თხას, რელიეფის ქვედა მარჯვენა კუთხეში, რომელიც თავს ჩლიქით იკეკავს. იმასაც ხვდებით, რომ ოსტატი კლასიკური და ადრექრისტიანული ქანდაკების ცოდნას უნდა უმადლოდეს, რაც თავებისა და შესამოსლების დამუშავებაზე ემჩნევა. ისევე როგორც წინათაობის სტრასბურგელმა ხელოვანმა, ან დაახლოებით მისმა ტოლმა ნაუმბურგელმა ოსტატმა, პიზანომაც შეისწავლა ქსოვილის ქვეშ სხეულის ფორმების წარმოჩენისა და ამავდროულად ფიგურებისთვის მეტი სიდიადისა და დამაჯერებლობის მინიჭების ანტიკური ხერხები. გოტიკური სტილის ოსტატთა ახლებურ სულისკვეთებას იტალიელი ფერმწერები კიდევ უფრო გვიან გამოეხმაურნენ, ვიდრე მოქანდაკეები. იტალიის ქალაქებს, მაგალითად ვენეციას, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიის იმპერიასთან და იტალიელი ხელოვანებისთვისაც შთაგონებისა და გეზის მიმცემი უფრო კონსტანტინოპოლი იყო, ვიდრე პარიზი. მე-13 საუკუნეში იტალიის ეკლესიებს ჯერ კიდევ ბერძნული მანერით შესრულებული საზეიმო ხასიათის მოზაიკებით ამკობდნენ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ აღმოსავლეთის კონსერვატიული სტილის ერთგულებას ნებისმიერი ცვლილებისთვის ხელი უნდა შეეშალა. მართლაც, ცვლილებამ ძალზე დააგვიანა. მაგრამ როდესაც მე-13 საუკუნის დასასრული მოახლოვდა, სწორედ ბიზანტიური ტრადიციის მკვიდრმა საფუძველმა შეაძლებინა იტალიურ ხელოვნებას ჩრდილოეთის კათედრალთა მოქანდაკეების მონაპოვართათვის არა მარტო მეტოქეობა გაეწია, არამედ მხატვრობის ხელოვნება ძირფესვიანადაც გარდაექმნა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოქანდაკეს, რომელიც ბუნების გადმოცემას ესწრაფვის, უფრო ნაკლები სიძნელის დაძლევა უწევს, ვიდრე ამ მიზნისკენ მავალ ფერმწერს. მოქანდაკეს ასჭირდება რაკურსების ან შუქჩრდილით მოდელირების საშუალებით სიღრმის ილუზიის შექმნა. მისი ქანდაკება რეალურ სივრცეში დგას და მას რეალური განათება ეცემა. ამგვარად სტრასბურგისა და ნაუმბურგის მოქანდაკეებს ისეთი მსგავსების მიღწევა შეეძლოთ, როგორცაც მე-13 საუკუნის ვერც ერთი ფერწერული ნამუშევარი ვერ გადმოსცემდა. ვნახეთ კიდეც, რომ ჩრდილოეთის მხატვრობამ ხელი აიღო სინამდვილის ილუზიის შექმნის ყოველგვარ ცდელობაზე. კომპოზიციისა და თხრობის მისეული პრინციპები სრულიად განსხვავებულ მიზნებს ისახავდა. საბოლოო ჯამში, სწორედ ბიზანტიური ხელოვნების მეოხებით გადალახეს იტალიელებმა ქანდაკებასა და მხატვრობას შორის არსებული უფსკრული. მთელი თავისი სიმკაცრის მიუხედავად, ბიზანტიურმა ხელოვნებამ უფრო მეტად შეინარჩუნა ელინისტური მხატვრობის მიგნებები, ვიდრე ბნელი საუკუნეების დასავლურმა სურათოვანმა დამწერლობამ. ჩვენ გვახსოვს, რამდენი ასეთი მონაპოვარი იმალებოდა ბიზანტიური მხატვრობის გაყინული ზეიმურობის საფარქვეშ. აი თუნდაც 92 სურათზე, როგორაა სახე შუქჩრდილებით მოდელირებული. როგორ გვიმოწმებს საყდარი და ფეხსადგამი პერსპექტიული შემცირების პრინციპების სორგაგებას. სწორედ ამგვარი ტრადიციის გათვალისწინებით შეეძლო გენიოს, რომელიც ბიზანტიური კონსერვატიზმის ხიბლს სძლევდა, ახალი სამყაროსათვის შეებედა და ცოცხლის მსგავსი გოთიკური ფიგურები მხატვრობაში გადაეტანა. იტალიური ხელოვნების ასეთი გენიოსი ფლორენციელი ფერმწერი ჯოტო დი ბონდონე გამოდგა. ჩვეულებრივ ჯოტოს ახალი თავის დასაწყისში ათავსებენ ხოლმე. იტალიელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამ დიდი მხატვრის გამოჩენამ ხელოვნებაში სრულიად ახალ ეპოქას დაუდო სათავე. ქვემოთ დავინახავთ, რომ ისინი არ შემცდარან, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ნამდვილმა ისტორიამ არ იცის ახალი თავები და მასში არც ახლიდან იწყება რაიმე,
ჯოტოს სიდიაdeსაც არაფერი დააკლდება. თუ გავიაზრებთ, რომ მეთოდების მხრივ ის ბევრს ბიზანტიელ ოსტატებს უნდა უმადლოდეს. მიზანდასახულობისა და თვალსაჩინერის თვალსაზრისით კი ჩრდილოეთის კათედრალთა დიდ მოქანდაკეებს. ჯოტოს ყველაზე ცნობილი ნამუშევრები კედლის მოხატულობები, ანუ ფრესკებია. მათ ასე იმიტომ ეწოდება, რომ ისინი ჯერ კიდევ ნედლ, ანუ სველ ბათქაშზე იხატება. 114 სურათზე გამოსახული ფიგურა რწმენის ჯოტოსეული განსახიერებაა. ეს არის მატრონა, ერთ ხელში ჯვრით, მეორეში კი გრაგნილით. ამ კეთილშობილ ფიგურასა და გოთიკური სტილის მოქანდაკეთა ნამუშევრებს შორის მსგავსების შემჩნევა რთული არ არის. მაგრამ ეს ქანდაკება არ გახლავთ. ეს არის მხატვრობა, რომელიც მრგვალი ქანდაკების ილუზიას გვიქმნის. ხედავთ მკლავის რაკურსს, სახისა და კისრის მოდელირებას. ღრმა ჩრდილებს ქსოვილის დენად ნაკეცებში. მთელი 1000 წლის განმავლობაში ამის მსგავსი არაფერი შექმნილა. ჯოტომ ხელახლა აღმოაჩინა სიბრტყეზე სიღრმის გადმოცემის ხელოვნება. ჯოტოს ეს აღმოჩენა მხოლოდ თავისთავადი მნიშვნელობის ილეთი როდი იყო. მისი წყალობით მან ერთიანად შეცვალა მხატვრობის გაგება. სურათოვანი დამწერლობის მეთოდთა მოშველიების ნაცვლად, მას ახლა შეეძლო იმის ილუზია შეექმნა, თითქოს საღვთო წერილის ამბები ჩვენ თვალწინ ხდებოდა. საამისოდ აღარ ქმაროდა, დაგეხედა ამავე სცენის წინანდელი გამოსახულებებისთვის და ძველთაგან ნაცადი ნიმუშები ახლიდან მოგეხმარა. ჯოტო უფრო იმ ბერების რჩევას მიხვება, რომლებიც თავიანთ ქადაგებებში ხალხს მოუწოდებდნენ. ბიბლიისა და წმინდანთა ცხოვრების მონათხრობის კითხვისას გონებაში წარმოედგინათ, როგორ გარბოდა ხითხუროს ოჯახი ეგვიპტეში, როგორ მიამსჭვალეს უფალი ჯვარს. ჯოტო არ ისვენებდა, ვიდრე ახლებურად არ გაიაზრებდა. ამგვარი ამბის მონაწილე რომ ყოფილიყო, როგორ დადგებოდა ესა თუ ის ფიგურა, როგორ იმოძრავებდა. და უფრო მეტიც, როგორ დაინახავდა ჩვენი თვალი სხვადასხვა ჟესტს თუ მოძრაობას. მომხდარი რევოლუციის უკეთ გააზრებისთვის პადუაში ჯოტოს მიერ შესრულებული ერთ-ერთი ფრესკა, სურათი 125, მე-13 საუკუნეში იმავე თემაზე შექმნილ მინიატურას, სურათი 131, შევადაროთ. მათი თემა არის ქრისტეს დატირება. ღვთისმშობელი უკანასკნელად იკრავს გულში თავის ძეს. მინიატურის დამხატველს, როგორც გვახსოვს, არ აინტერესებდა ამბის ისე ჩვენება, როგორც სინამდვილეში შეიძლებოდა მომხდარიყო. იგი ფიგურათა ზომებს ცვლიდა, რათა ისინი ფურცელს კარგად მორგებოდა. თუ შევეცდებით წამოვიდგინოთ სივრცე წინა პლანის ფიგურებსა და უკან წარმოდგენილ წმიდა იოანეს შორის, სადაც ქრისტე და ღვთისმშობელი არიან გამოსახული, დავინახავთ, რომ ყველაფერი ერთმანეთზე მიჯრითაა წარმოდგენილი და მხატვარს სივრცის გადმოსაცემად თავი ნაკლებად შეუწუხებია. მოქმედების რეალური ადგილის მიმართ ასეთივე გულგრილობის გამო მოათავსა ნიკოლო პიზანომ განსხვავებული ეპიზოდები ერთი ჩარჩოს შიგნით. ჯოტოს მეთოდი სრულიად განსხვავებულია. მხატვრობა მისთვის მხოლოდ დაწერილი სიტყვის ნაცვალი როდია. ჩვენ თითქოს ნამდვილი ამბის მომსწრენი ვართ, რომელიც სცენაზე თამაშდება. მინიატურაზე მტირალი წმინდა იოანეს პირობითი ჟესტი შეადარეთ ჯოტოს ნახატის წინ გადმოხრილი ხელებგამპრობილი წმინდა იოანეს გრძნობით ახსავსე მოძრაობას. თუ კი აქ წინა პლანის მოკუნტულ ფიგურებსა და წმინდა იოანეს შანაშორის მანძილის წარმოდგენას შევეცდებით, უმალვე ვიგრძნობთ, რომ მათ შუა სივრცე და ჰაერია, რომ მათ შეუძლიათ იმოძრავონ. ეს წინა პლანის ფიგურები ჯოტოს ხელოვნების ახლებურობას სრულად წარმოაჩენს. ჩვენ გვახსოვს, როგორ დაუბრუნდა ადრე ქრისტიანული ხელოვნება ძველ აღმოსავლურ შეხედულებას, რომლის თანახმადაც თხრობის თვალნათლიობისთვის ყოველი ფიგურა მთლიანად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, დაახლოებით ისე, როგორც ეს ეგვიპტურ ხელოვნებაშია. ჯოტომ უარი თქვა ამ შეხედულებაზე. ასეთი მარტივი საშუალებები მას არ ასარგებდა. იგი ისე დამაჯერებლად გვიჩვენებს, როგორ ასახავს თითოეული ფიგურა ტრაგიკული სცენის საერთო მწუხარებას, რომ ის მოკუნტული ფიგურებიც კი მწუხარე გონია, რომელთა სახეებიც ჩვენთვის უჩინარი. ჯოტოს სახელი შორს გაუვარდა. ფლორენციელები ამაყობდნენ მისით. მათ აინტერესებდათ მისი ცხოვრება და მის გონება-מחვილობასა და სიმარჯვეზე ანეკდოტებს ხვებოდნენ. ესეც ხომ ახალი რამ იყო. მანამდე ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. რასაკვირველია, ადრეც ყოფილან ყველასგან დაფასებული ოსტატები, რომელთა მოწვევას ერთი მონასტერი თუ ეპისკოპოსი მეორეს ურჩევდა ხოლმე. მაგრამ საზოგადოდ მათ თანამედროვეებს საჭიროდ არ მიაჩნდათ ამ ოსტატთა სახელები შთამომავლობისთვის შემოენახათ. ისინი მათ ისე უყურებდნენ, როგორც ჩვენ კარგ დურგალს ან კერავს უყურებთ. არც თვით მხატვრები ცდილობდნენ დიდებისა და სახელის მოპოვებას. ძალზე ხშირად ისინი ნამუშევრებს თავიანთ სახელებსაც კი არ აწერდნენ. ჩვენთვის უცნობია შარტრის, სტრასბურგისა და ნაუმბურგის მოქანდაკეთა ვინაობა. უეჭველია, რომ ისინი თავის დროს მოწონებას იმსახურებდნენ, მაგრამ მთელი პატივი იმ კათედრალებს გადაულოცეს, რომლებისთვისაც იხოცოდნენ. ასე რომ, ფლორენციელი მხატვარი ჯოტო ხელოვნების ისტორიაში
ამ თვალსაზრისითაც სრულიად ახალი თავისდამწყებია. ამიერიდან ხელოვნების ისტორია, ჯერ იტალიაში და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც, დიდ ხელოვანთა ისტორია გახლავთ.